მადლობა ქართული ტელის ადგილო მაყურებლებო, ჩვენ განვაგრძნოთ პროექტ სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩვენი მეგობარი ნაცნობი თვალსაჩინო ადამიანი კავკასიასთან ურთიერთობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ერთ-ერთი კონსტრუქციული ადამიანი, ძველი ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ბატონი ზალ გასრელიშვილი, მოგესალმებით ბატონო ზალ. ამ ძნელბედობის ჟამს ახლა უნდა შევუდგეთ აღმართს რა, მიმოვიხილოთ ყოფნა არ ყოფნის და სიკვდილის ჭაობში ჩაძირული რაღაც ეროვნული სხეულის გაცოცხლების თუ განახლების პერსპექტივები არის, ოღონდ მიგნება უნდა ყველაფერს და ყველაფერს თანამშრომლობა ჭირდება. სანამ ამას შევუდგებოდეთ, აუცილებელი აღნიშნოთ, ახლა გუშინ დიდი ციკლი დამთავრდა სოფლიო ჩემპიონატი, ორი სიტყვით უნდა ვთქვათ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის სარკე საერთოდ პოლიტიკაში რაც ხდება, ფეხბურთი ესეთი ფენომენია, რომელიც მოიცავს კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ ტენდენციებს, რაც კი საერთოდ არსებობს. თან საქართველოს ეს არის კულტურული ფენომენი, სადაც ძალიან ბევრი სწორი წვდომა აქვს ფეხბურთო იდეების და იდეალების და ერთი ორი სიტყვით თქვათ, ახლა მოკლედ მე ამაზე სპეციალურ გადაცემას გავაკეთებ პროფესიონალებთან, მაგრამ აქ მე და ერთი ორი სიტყვით ჩვენ თქვათ, მით უმეტეს გუშინ დამთავრდა ხო, მიულოცოთ ესპანეთის ნაკრებს ღირსეული გამარჯვება, არ ნახული შედეგი დადეს ისტორიაში ალბათ. ალტერნატივაც არაჩას მოკლე პერიოდში თუ ნამდვილად და ამას რა უნდა ვინ უნდა დაუპირისპიროს და რა და ამაზე თავსატახი აქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ორი სიტყვით კიდე რო ვთქვათ, ძალიან განწყობა დავასრულებ, განწყობა თვითონ არგენტინის ფეხბურთელად დიდი პატივისცემა მაქვს, ოღონდ ცალკეული მოთამაშეები და დიადიმები, რაც უდიდესი წვლილი და კვალი დატოვეს, თუმცა გუშინდელი ის იყო ძალიან ესეთი არადამაჯერებელი და რაც თავარია, პირდაპირ ვიტყვი ღალატი იმ იდეალებისა, რაც არგენტინულ ფეხბურთს გააჩნია. დამთავრდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მაგერად სხვა გუნდი რო ყოფილიყო, ნებისმიერი პარაგვაის გარდა ბევრად უფრო სანახაო იქნებოდა და თვალსაჩინო გაფართოვდებოდა. მაგალითად მაროკო. ბატონო? მაგალითად მაროკო. კი ბატონო, მაროკო და აი პარაგვაის გარდა თითქმის ყველაფერი ნახαμε. ბატონო მოწვევისათვის ორი სიტყვით მე შევეხები, ესე იგი დღესასწაული იყო, მარტო სპორტული ღონისძიება არ იყო, ეს იყო დღესასწაული. ერთადერთი არ ვილაპარაკებ არც მე გუნდებზე და პრინციპებზე, არც ამისთვის სპეციალისტები არსებობენ. ერთადერთი ის თქვა შემიძლია ამ სოფლიო ჩემპიონატმა დამარცხუნა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებში 4-5 ჩვენი მოთამაშე თავისუფლად აწევდა იმ ტვირთს, რაც სოფლიო ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ხელს ეფობოდა. აუცილებლად, მაგრამ ესე იგი გეუბნებით, რომ არა მარტო აწევდა, გამოჩნდება. თვალსაჩინოდ გამოჩნდება და ანუ საქართველოს ნაკრებიც თავისი თამაშის სტილით და თავის წარმატების პერიოდში ნათამაშები ტაქტიკით და სტრატეგიით ბევრი აღარ განსხვავდება სოფლიო ჩემპიონატში მეროთფინალებამდე მაინც. ანუ რესურსი არის, შესაძლებლობა არის, ეხლა თვითორგანიზაცია და მენტალიტეტის ამაღლება. არგენტინა მენტალიტეტის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით გავიდა. აქტიური ძალიან, მე ეგეთი რაღაც იშვიათად გეთანხმებით. და მაგის გარდა თავამაც შეიძლება ითქვას, რომ პიროვნული ავტორიტეტები, გრანდები ფეხბურთისა, სოფლიო დაამარცხა გუნდურობა. გუნდურმა სულისკვეთება. გუნდურობამ დაამარცხა, ესე იგი, გეგმა არ იყო ვინმე გამოჩენილი ყოფილიყო, გეგმა არ იყო, რომ მთელ გუნდს ვინმეზე ეთამაშა, ან ვინმე ეთამაშებინა, არც ვინმე არ იყო დირიჟორი, გუნდი თამაშობდა უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს და ძალიან კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ.
განსაკუთრებით ესპანეთმა. მაგას ვამბობ, ესპანეთს ვამბობ. ამ პრინციპმა გაიმარჯვა ახლა. სხვა გუნდებსაც ყავდათ გრანდები და დიდები, მაგრამ არ გუნდებმა არ თამაშეს იმათს. ამ წვრთნელების ლაფსუსები იყო ძალიან დიდი. შადრაკი ვერ ითამაშეს. ჰოლანდიის განსაკუთრებით ინგლისის და ჩავარდნები იყო წვრთნელების სასწაული, მათ შორის სტრატეგიულ საკითხებში. ასე რომ პერსპექტივა აქვს ჩვენს გუნდს. ნამდვილად. და რაღაცა ეთყობა, რაღაცა აკლია კიდე რა ჩვენს ფეხბურთს, რაღაცა არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა. ინდივიდუალურად პიროვნულად რაღაცები მესმის რომ იმ გუნდში მაგარი ბიჭია, იმ გუნდში მაგარი ბავშვია, იმ გუნდში როგორ გაძბერდა, რატო ძნელდება ამ კარგი ხალხის თავმოყრა ქართული პოლიტიკის არ იყოს, კაცო, რატო ვერ ვახერხებთ რომ სახელმწიფო მმართველობაში ამ კარგ ადამიანებს მოუყავთ ერთად და ერთი მიზნისაკენ ერთი ტაქტიკით და ერთი სტრატეგიით ვიაროთ ისე რომ საქართველოს მოსახლეობამ სიკეთე იგრძნოს. მაგ თემას მინდა თქვენ ეს რომ კარგად თქვენ თქვენ ეს იქ სადაც სერიოზული სტრატეგიული თანხმობა არ არის, იქ არაფერი არ გამოდის. თუ გახსოვთ, ძალიან ესეთი მომენტი იყო თვალსაჩინო, ჩვენ ნაკრები რო გავიდა, კვესკერმა რო გაიტანა პენალი და 100,000 კაცი რო გამოვიდა, მეტი მე მგონი და მაგას სიტყვა ისტორიული გახსოვთ, აფხაზეთი საქართველო. ანუ გალში დაბადებული კაცმა რომელსაც პენელი გაიტანა კიდე კარგი გაიტანა, თორე რა მოხდებოდა მან და ჭხილებს არ გავხსნე გასაგები მიზეზების გამო. ხო და რო გაიტანა და ესე იგი ამ კაცმა გააერთიანა გუნდმა, ესე იგი და ამ კაცმა უფრო იცოდა აფხაზეთი რატომ იყო საქართველოში ვიდრე დღევანდელმა მოქმედმა პოლიტიკოსებმა საერთოდ, აი ეს არის უბედურობა საერთოდ და თუ თანხმობაზე არ არის ეს აწყობილი, თუ მართლა ვერ მიხვდი იმას, რატო თქვა ამ კაცმა ეს სიტყვები და ამის უკან რა დგას და რატო დგას, რის საფუძველზე დგას, რა მონაპოვარია ეს 2 წელიწადზე მეტია მე განუწყვეტო სულ ამ თემებს ვატრიალებ შეგნებულად რომ აფხაზეთის თემა დამოუკიდება რეფერენდუმი 1, 2, 3 აფხაზეთში ჩატარებდა და დღეს კიდე რისი გაკეთება უნდა ხო ხედავთ მინდა ამ თემაზე გადავიდეთ ახლა გადავიდეთ მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალ და სანამ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს მინდა ვისაუბრებო შემთხვევიდან ბატონო ბიზნეს მინდა იმას მიმართო ხა მე მესმის რთული პერიოდია, მე მესმის რომ ძალიან ასე ვთქვათ, თავისუფალი დემოკრატიული სექცია და ნებისმიერი მოწოდება კონსტრუქციული იქნება თუ აქტუალური დაშვებულია. ეს მე შეიძლება ინფორმაციები სწორად არ მიდის. შეიძლება სწორი ანალიზი არ კეთდება. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა ბატონო ბიზნარო. მithumetes თქვენ დიდი ხნის ურთიერთობა. 2020 წელს ჩემთან მოვიდა ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ბატონო ბიზნარო. მითხრა ესეთი რამ რომ ბატონო ბიზნარო მოთქვა რომ ზაალი მიცის სად უნდა მივიდეს. დღემდე ვერ გავიგე სად უნდა მივიდე. დღემდე ვერ გავიგე რატომ უნდა მივიდე. და რაღა დაგიმალო და დღემდე ვერ გავიგე 2012 წლის მერე სად მივდივარ საერთოდ რა. ის დანაპირები დარჩა გვერდზე ნაწილობრივ შესრულდა ისე საჩვენებელი მცირე დოზით მოსახლეობაში ესე იგი სერიოზული პრობლემებია როგორც სოციალურ-ეკონომიური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით ხო და ყველაფერი ბრალდება შენ ბატონო ბიძინა არავის არაფერი არ ბრალდება არავის არაფერი არ აკალდება მაგით ყველაფერი ბრალდება შენ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მოსახლეობას და გარეძალებას გაკისრებენ შენ ამის თქმა მინდოდა მე ახლა მეტი არაფერი ახლა დანარჩენი ახლა იცი რა მე სხვა რა უნდა გითხრათ რადგან ეს თემა წამოვიდა ახლა მინდა გითხრათ თქვენ ბატონო ბიძინა და მოსახლეობასაც მინდა უთხრათ პრესი და ტელევიზიით მაძლევენ საშუალებას ხანდახან სიმართლე ვთქვა ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ რომ სიმართლეა და სხვაებიც მარტო მე არ ვფიქრობ მაგრამ მოდის ეს სიმართლე მოქმედებაში თუ არ მოდის ვერაფრით ვერ გავიგე რა ადრეც ვამბობდი და ეხლაც ვამბობ
არანაირად რუსეთი ცხინვალს თავისი ნებით არ დათმობს. ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ იქ სხვანაირი მზადება მიდის ცხინვალისთვის, სხვანაირი მზადება მიდის აფხაზეთისთვის. მეც გეტყვით 1978 წელს სუსლოვის გეგმა ამოქმედებული, მე პატარა ვიყავ, ლაპარაკით. ესე იგი სავარაუდოდ ლაპარაკია ცხინვალის პოლიტიკურად უკაცრავად რო აუხსნათ ვინც არის სუსლოვი ვინ იყო, აი ეს იყო პოლიტიკური. მეორე კაცი იყო საბჭოთა კავშირში. 10 წლების განმავლობაში. 10 წლების განმავლობაში მთავარი იდეოლოგი მარქსიზმისა, სტალინის კადრი და ეხი კომუნიზმის საბჭოთა კავშირში, რომელიც ესე იგი დღემდე იმას ამბობდა, რომ საქართველო როდესღაც იქნება არ დარჩება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ნაღმი ჩავდოთ ასაფეთქებლად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამასაც ხაზგასმით უნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ხო და ის გეგმა ახლა მაშინ რა გეგმა იყო, არავინ იცის, უბრალოდ ჩეკისტების გარდა, კაკების გარდა, რომელიც ახლა სხვა სახელით არის, მაგრამ მეთოდიკა იგივე აქვს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში ჭკვიანი პოლიტოლოგები ამბობენ და არა მარტო ამბობენ, რაღაცა კონკრეტული, ესე იგი, არგუმენტებით ასაბუთებენ, რომ ესე იგი, აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან საქართველოს უნდა გააფორმოს კონფედერაციული ხელშეკრულება. მე რადგან კონფედერაციის ხელმძღვანელი ვარ, კბილიც კი მომისინჯეს, რა აზრის ვიყავი ამაზე. ამისათვის საჭიროა მათი აღიარება, ჯერ შეიძლება რევერენსი გააკეთონ და არ აგაღიარებინონ, მაგრამ ისე გაგაფორმებინონ და ვალი დაგადონაკეთკენ. ამის გარდა აჭარის ავტონომიას მიემატება სავარაუდო ლაპარაკია ამაზე უკვე, სავარაუდო კიდევ მეორე. ეს არ არის სურვილები, ეს არის გაჟღერებული, ესე იგი, თემები. ინტერესებიც. სამეგრელოს კულტურული ავტონომია და ქვემო ქართლის კულტურული ავტონომია. და ამას მე მოსდევს, ესე იგი, იუნორი, მწარე იუნორი, რომელიც სადაც 55%-ზე მეტია სიმართლე. საბჭოთა კავშირის დროსო თქვენო მოსკოვშიო გეძახდნენო ფერგესო, ანუ ფედერალური რესპუბლიკა გრუზია. ხო და ესე იგი საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა ამისათვის მზადდება. რუსეთში ნამდვილად არ მზადდება, რუსეთს მაგის ხარცხელა, მაგრამ რუსეთის ფარგლებს გარეთ პოსტსაბჭოურ სივრცეშიც და იმ ქვეყნებშიც აღებენ ამას. იქ სადაც რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს, აი ესეთი მდგომარეობა რა. ხო და ეს პროცესები შორს არ არის. ფეხბურთი დამთავრდა, აგვისტოს თვეში პროცესები დაიწყება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან სერიოზული ძალები უკვე ძალიან სერიოზულად მოხედავენ კავკასიის რეგიონს. კავკასიის რეგიონში რაღაცა დონის ურთიერთობები გარკვეული აქვს აზერბაიჯანთან, გარკვეული აქვს სომხეთთან, ჩვენთან არავის სტრატეგიულად გარკვეულია. ჩვენთან არავის არაფერი არ აქვს გარკვეული, ჩვენთან არის ჯიბრის ძიძგილაობა ქვეყნის შიგნით, ჩვენთან არის ქვეყნის გარეთ ძიძგილაობა. ამას ღმერთმა არ აქნას, თუ დაემატა ეხლა ისეთი სანქციები გარედან, რომელიც საქართველოში კიდე იმპორტს გააძლევს და 70%-ამდე იმპორტია, ხო, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი. ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას, პრევენციისთვის ლაპარაკობ ამას. ამ ამბავს კიდე დაემატება ის, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტი იქიდანაც პროდუქცია შემოდის საქართველოში და ბევრი შემოდის, ამის გაძვირებასაც გამოიწვევს.
როდესაც ვლაპარაკობ სამხრეთ კავკასიაზე, ჩრდილო კავკასია რაღაცა ისე მეორე ხარისხოვან კატეგორიად მოიხსენიება ჩვენ ქართულ პოლიტიკაში, რატომღაც ყველა ამბობს, რომ მან რუსეთის გავლენა დიდია. კი ბატონო, რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენა დიდია, მაგრამ რეალურად მოსახლეობის 20-25%-ზე მეტი რუსების მხარეს არ არის და თავის დროს ელოდებიან. და ნუ დაგავიწყდებათ. თან აქტიური ნაწილი. ხო? ნუ დაგავიწყდებათ კიდევ რომ პოსტსაბჭოური სივრცის ფარგლებს გარეთ კონკრეტულად კი უკრაინაში საკმაოდ სერიოზული ძალებია მობილიზებული კავკასიურები, რომლებმაც გაიარეს ნატოს მეთოდები. ხო, იქ რაღაცა ქართული ბატალიონიც არის. ჩეჩნური ბატალიონიც არის, ინგუშური ბატალიონიც არის. კი იცით, ახლა გეცოდინებათ ინფორმაციები, ბოლო-ბოლო მისმენთ და კითხულობთ, რასაც მაშვებიან და მე სპეციალურად არ ვცვლი ტელეფონის ნომერს, მაგნიბიძინა რა. ჭორიკალებს რომ არ მიეცეს საშუალება იმისი, რომ რაღაცას ვმალავ და ჩქმალა. არც გავქცევი ვარ და არც გავიქცევი, მაგრამ არც ხელდაკრეფილი არ ვიჯდები. ისეთ ცუდ ეს მიქმნიან გარშემო. მოიკითხე ხელქვეითებში და გეტყვიან რატო და რისთვის. ესე იგი არის ინგუშური ბატალიონი, არის დაღესტნის ბატალიონი. ამის გარდა ევროპის ჩერქეზულსაც შეეხება. მაგას ვიტყვი ხა. ამის გარდა ევროპის კავკასიურ დიასპორათა დიასპორა ცნობისათვის 230,000-მდე კავკასიელი ცხოვრობს უკვე ევროპაში. რამდენი არის? აი ამ 90-იან წლებში გადასახლებენ მიგრაციის შედეგად. იქ ბავშვები დაიბადნენ, გაიზარდნენ, სასწავლო კაცო ყველამ განათლება მიიღო. რაღაცა უკვე რაღაც თანამდებობებზეც არის. ანუ უბრალო შესანახი უბედური მასა არ არის. ემიგრანტები არ არიან. ეგეთები ჩვენ ვართ. თუმცა 2012 წელს გავისკეთ და გვერდზე დაგიდექით ბატონო ბიზნესი. ჩვენ ვართ აქ ეგეთები. და 2012 წელს მის დაგიდევდა შენ გვერდშია ყველა. ნამდვილად. ხო, ამაზეა ლაპარაკი, მეტი კი არაფერზე. ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ პირველი პირისგან გაიგო, ამბებს რომ მოკიტადნენ შეკერილს და შემოკერილს და 1000 ჭორიკალები რომ იმას იქნებიან ერთად. და რო წინასწარი გეგმებიან 3-4 მხრიდან როგორ მოგაწოდონ სულ ინფორმაციები, ამაზე ლაპარაკობ მე, მეტი არაფერზე. ხო. ჩერქეზულ დიასპორას რაც შეეხება, მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა არის ჩერქეზული დიასპორა. არსებობს დამოუკიდებელი ჩერქეზეთის მთავრობა. დაახლოებით რამდენი იქნებიან? ძალიან ბევრი არიან, იმიტომ რომ უკვე მათ იმდენი მოახერხეს, რომ წელს პირველად მთელ ჩერქეზეთის ისტორიულ ტერიტორიაზე ესე იგი გენოციდის დღე აღნიშნეს. ბატონო. ეს ხო შემთხვევით არ ხდება. უძლიერესი დიასპორა ყავთ თურქეთში, მაგატნაკუმიკებს, უძლიერესი დიასპორა ყავთ იორდანიაში და სირიაში. ეს ამბავი შეცვლილ წერტილებში. ეს ამბავი არ არის სადაიღებდა ისტორიული ჟანრის მოთხრობა რა. მოქმედები გააქტიურდნენ. აქტიურობდნენ. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ დასავლეთზე და საერთაშორისო საზოგადოებაზე და მათ ინტერესზე საქართველოზე. ეხლა დაფიქრდით, მაგათ ინტერესი არ არის საქართველოს. არ არის. დღეს განსაკუთრებით. ხო, და აგვისტოდან დაიწყება ეს პროცესები გითხარით. კი არ დაიწყება, დაწყებულია. უბრალოდ იმებს ესე იგი ცენტრები შეიკრება და ხო, ხა თუ იმეს გონიან რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომ ბოიკოტი გამოუცხადა თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმის გამო რომ ნატოს სამიტი ჩატარდა და თურქეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ეს სამიტი შემთხვევით კი არ ეწყინებათ იმათ. შიგნებულად ჩაატარა თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და უთხრა მეც აქავარ და ჩემი ტერიტორიაც. არავის არ ვაშინებ. არც ისტერიკისთვის და პანიკისთვის არ ლაპარაკობ ამას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყავთ სადღაც ვიღაც ჩანერგილები, რომლებიც მინდა გითხრათ, რომ კაი ხნის გაშიფრულები არიან და მათი ინფორმაციას აძლევენ, რა ინფორმაციაც თქვენამდე უნდა მოვიდეს. რეალობა სხვა არის. ხო და რა ვიცი რა, სერიოზულად დავფიქრდეთ ყველა ერთად. ოპოზიცია აღარ ახავთ. ეს ორჯერ ორი უთხი. გაიმარჯვე. მაგრამ ვაი ესე ჩვენ შევედივებით მაგას ჩვენც რომ გაიმარჯვე როგორ არის ბატონებიძე ერთი გამაგებინე და ქვეყანა რომ ძალა დაახსაფანე სააკაშვილის ტრაგედია იყო სხვა ბიოლოგიური ასე ვთქვათ ნაკლის გარდა ის იყო რომ პირველად კარგად დაიწყო მაგრამ მე კარგი ცუდი სულაურია ერთმანეთში ყველას გადა მადამოუმიდა მე რომ ყველას აჩაგრო მოინდომა ყველას გაწირვა მოინდომა და რაც ყველაზე მთავარია ეხლა ძალიან ტაქტიკურად და ძალიან ტექნიკურად იქცევიან ვიზეთ კომპრომატები არ აქვს იმებს ეკონომიურად წნეხავენ რომ იზოლირებულები გახდნენ წავიდნენ საქართველოსთან ხო და ეხლა ის ხალხი რომლებსაც თავის კავშირები აქვს და თავის გავლენები აქვს აქაც და კავკასიაშიც. აქედან რომ გამწარებულები და გაბოროტებული არა, მაგრამ შეურაცხყოფილები რო წავლენ. ეხლა გარედან თავის კავშირებს არ გამოიყენებენ, იმისთვის როგორც მინიმუმი აქ კომფორტში არ იყოს. გამორიცხულია. მინიმუმის გეუბნებით. მით უმეტეს არჩევნებში რო აუკრძალა, ვინც ქვეყანას ინახავს დიახნე. არ მივა არჩევნებამდე. გასაგებია. არ მივა. გასაგებია. აგვისტოში ეს პროცესები თვალსაჩინო. ეს ამ პროცესებს მართვის ცენტრები გაუჩნდება უკვე. კავკასიის გამო. განა რუსეთ-უკრაინის ომი გარკვეული. რუსეთ-უკრაინის ომს დაამთავრებენ ზუსტად მაშინ ეს რუსეთის დაბომბვები იმიტოა, რომ ეს არის მესიჯები რა. ცოტა ჭკუითი ხავი ეუბნებიან, თორე ესე შეგვიძლია. როგორც კი ირანის თემა გადასწრება, ეს იმ წუთში დამთავრდება. ირანი იყო დაგეგმილი და კიდე სხვა რამეები როა დაგეგმილი აზიაში. იმიტომ შეიტყუეს და ორი მართლმადიდებლური ქვეყანა დაატაკეს ერთმანეთს. ეხლა ვიღაცა მაგასი ვერ ხდება. αν ხდება და ჩაყვა, ჩვენი პრობლემა არის. ჩვენი პრობლემაა ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. ჩვენი პრობლემაა დაველაპარაკოთ ერთმანეთს. ეს დამალობანა ეს თავის არიდება პასუხისმგებლობის არ გამოდის ბატონებინა თქვენ გვარდება ყველაფერი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთ ახლა ამინდოდა კონკრეტულ იმაზე გადავიდეთ ახლა პატარა საბავშვო ბაღი ხო არ არის კაცო მართლა ჩვენ ხედავთ რომ ჯერ ქვეყანა სიკვდილის ჭაობში არის გამოუვალე შახმატის ენაზე რო თქვა პატური მდგომარეობა ანუ სახელმწიფოებრივი სვლები არ არის არც იქიდან და არც აგენად თუ არ არის ეს პარტია უნდა დამთავრდეს და ახალი მოთამაშეები უნდა დაიწყდეს ხო საჭადო ხო ესე გაუთუესო არის ხო არც მე გვაქვს რა არჩენა და კარჩე და ეს გაუთავებლად თუ ეს უნდა დაასრულოს 14 წელია ეს ძილობა არის და ხო მე პარტია ეგ არა როგორი თემაა იცით ეს ოპოზიცია არის მიშისტური გავიგე მამა მაგათი გავიგე დადავადგე მაგათი დანარჩენი საზოგადოება სადაა არ არსებობს დანარჩენი საზოგადოების ინტერესია ბატონებიძინა 2012 წელს ჩემი სახსრებით მაშინ მქონდა საშუალება ჩემი კავშირებით და ჩემი გავლენებით რამოდენიმე თემატური ჯგუფი მქონდა საგანია ახლა ეს თემატური ჯგუფის ხალხ ზოგი საზღვარგარეთ გაიცალა ფულობის გამო ზოგი ვალებში კი არა მაგაზეც გეტყვით მოსახლეობის ერთ ნაწილს ბანკების ვალები აქვს მეორე ნაწილს აქვს საფინანსოების და კერძო იპოთეკარების და მესამეს ერთმანეთის ანუ ქვეყანა იხჩობა ვალებში არ შეიძლებოდა ამ მდგომარეობის გამოსწორება როგორ არ შეიძლებოდა თუ თქვენ მახეში ქვეშევრდომებმა არ იციან როგორ დაეხმარონ საკუთარ თავებსაც და ხალხსაც შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყოველ შემთხვევაში ამის პროექტი მქონდა მაგრამ ამ პროექტთან ერთად 3-4 სერიოზული პროექტი 2012 წლის მერე რომ მოიპარეს გნაზირალებმა ხუთმა კაცმა 3 ციხეში ზის 2 გარეთ დაწანწალებს კიდე და კარგად არიან ეს პროექტები არის ეს პროექტები პენსია რომ უნდა მოუმატოთ ხალხს ისე რომ ფინანსური სისტემა არ ჩამოგვექცეს და ეკონომიკა
ესეც ამის საშუალებაც არის. უბრალოდ ამას არავინ არ აკეთებს. ისეთი დაბეჭდილება ხდება, რომ არ უნდა და არ აკეთებ. და რატო ვერაფრით ვერ გავიგე რა? ვერაფრით ვერ ავხსენი, რატო არ უნდა მინდოდეს მე კაც რომელსაც მილიარდები მაქვს ქველმოქმედებაში ჩადებული, მე კონკრეტული პასუხისმგებლობას რო ვიღებ და ქვეყნის პირველი პირი ვხდები, რატო არ უნდა მინდოდეს რომ უკეთესი გავაკეთო? არ გაკეთებინებენ, არის ესეთი ვერსია, მაგრამ მოიკითხე რა. არ ბატონ ზალ, ახლა კონკრეტული მასზე გადავიდეთ. გასაგებია თქვენი ისა დამოკიდებულება, ისტორია, ადრეც გითხვამ ჩემთვის, მაგ წლებშიც და რამდენჯერმე კიდე და ახლა კიდე უფრო გაახსენა. ახლა დღევანდელი იმის წინაშე ვართ. როდესაც ჰააგის ტრიბუნალი, OBS-ე, ევროასამბლეა ფაქტიურად სულყველანი ხო ესე ყველა ძირითადი ევროპული დასავლური სტრუქტურა პლუს კიდე მეგობართა ჯგუფი ამერიკაში რო არის რომელსაც რაღაც საგანგაშო ისინი დადო ხო რომლის თანახმადად ჩინეთთან და ირანთან და იმასთან თანამშრომლობაზე ევჭმიტანილი და ის იქნება ფინანსური ეკონომიური თუ პოლიტიკური იმის გამო ხილებული არიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი ეშელონები ეს ახლა ნუ ხო ესეთი რამეები შემთხვევით არ ხდება თან ხუთი დავასახელეთ ხო ეს არის ნიადაგის მომზადება ახლა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ნაბიჯ მიდიან მანდამდე შევარდნაძის მოდელი რომ მე მოკკავშირს მოუკრავ ტომარაში თავს და გადმოგიგდებ და მე ხელშეუხებლობის გარანტიას მივიღებ ეხლა არ იმუშავებს არ მუშაობს ყოველ შემთხვევაში მიშაზეც არ იმუშავა მაგრამ ნამდვილად ხო არ იმუშავა აღარც მიშაზე არ იმუშავა და ეხლა მით უმეტეს და ეხლა თუ ვინმეს იმისი იმედი აქვს რომ კრემლში ვიღაცას სინდისი და ნამუსი შეაწუხებს და საქართველოს ტერიტორიებს დაუბრუნებს და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშუალებას მისცემს ვინმე ტვინბრუგები გაზარდოს და გააგრძელოს ქვეყანა ძალიან დიდი ილუზიებია ძალიან აი ილუზია არ არის შეცდომა ნუ ახლა ალეირანი ეთქოდა ეს შეცდომა პრესტუპლენია დანაშაული კი არა შეცდომა ილუზია არის შემოქმედებითი ფანტაზია ნაყოფი ეს არის შეცდომა უცოდინაროდეს ბატონო მოხედეთ რა მოხედე ბატონო ბიძინა რა გამოიხედე რა ეგრე არ შეიძლება რა ჩემო კარგი არ შეიძლება თუ რა ბატონო წავიდეთ ზოგი წავა ზოგი მოვა მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან ცუდად და არავითარი სურვილი არ აქვს კიდე რომ ეხლა ესე იგი ქართულ ხალხური კინკლაობის დირიჟორი არა რუსი, არამედ სხვა ერის წარმომადგენელია. ჩემ თანამშრომლობაა, ვინ გადაკვიდებს ერთმანეთს და ვინ გაჭხუბებს ერთმანეთს. მდგომარეობა მართლაც რომ კატასტროფულია. ამ დროს ბუნებრივად პროცესები ძალიან მაგრად მიდის. ბუნებრივად, აუგეგმავად. კანონზე მერა. თურქეთში ცხოვრები კავკასიელები აქეთ იყურებიან და გველოდებიან. თურქეთში ცხოვრებმა ქართველებმა ხმა მოიღეს და წელში გაიმართნენ. ჩრდილო კავკასიელები აქეთ იყურებიან პოსტსაბჭოური სივრცის ფარგლებს გარეთ ცხოვრები კავკასიელები სულ ყველა აქეთ იყურება სულ ყველა გველოდება სულ ყველა ელოდება როდის გადავდგა ჭკვიანი ეს ახლა კონკრეტული მიმაზე ვილაპარაკოთ რა ვარ მიგაჩნიათ ეს სტრატეგიული ჩვენი ერთიანი კავკასიური სივრცის ასე ვთქვათ იდეის რეალიზაციის კონკრეტული გამოხატვა დავიწყოთ თავიდან და გავიდეთ ასე ვთქვათ ბოლომდე რომელი ინსტიტუტს უყურებენ ესეთი მოკრძალებულად თუ იმედიანად თუ აი რა ნაბიჯები უნდა გადადგას კონკრეტულად გასაგებია თქვენ რასაც ლაპარაკობთ ეს არის უყურებენ იმედიან კი ბატონო კი მაგრამ აი რაში გამოიხატება ეს იმედიანად თქვენი აზრით კონკრეტულად ხო არსებობს კაცო ერთი ნაბიჯი მერე მეორე მესამე სტრუქტურული დავაჟღე რომ მოიპარავენ ამ პროექტს და გააფუჭონ რაღაც ნაწილი თქვით ესეთი რომელიც ნდობას და რწმენას გაუჩენს ადამიანს და დაუბრუნდება რწმენა საკუთარი ღირსების ესე იგი ძალიან კაი პროექტია და ძალიან მოწონებულია ჩემი პროექტია ესეც შემთავაზე
კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღები არიან. სხვადასხვა ქვეყნებში კავკასიურში დაჯგუფებებია და იქაც არის ყველგან დაპირისპირება. ჩვენნაირი ძიძგილაობა და იცილობიცილო არ არის, მაგრამ არის ძალიან კარგი გამოსავალი რა. საქართველოს უსაფრთხოების საბჭო უნდა ამუშავდეს და საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ უნდა დაიწყოს დიალოგი ჯერ თემატურ ჯგუფებთან საქართველოში. ოღონდ ისე კი არა რომ იცი რა შენ ესეთი ხარ და შენ ესე გააკეთო, არა. უნდა მოусმინო ჯერ იმას რა ხდება, იმას რა სჭირდება, იმას ის რა აზრზე არის. და მე ეს რომ მოხდება თუ მოხდება, ნახავთ რომ იქ არავინ აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალთან არანაირი შეხებაში რაც არა. არანაირი კავშირი არ არის და არც უნდა. ხო. ეს შეიქმნა ახლა ეს ნარატივი რა, ეს ტრის ხატი. საბჭოთა კავშირის დროს რომ კაპიტალიზმი იყო და როგორც გამოუშვა ვერაფერს ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა. არის მორგები აღარ არის, იმიტომ რომ ბატონი აღარ აყავს გარეთ. მაგის ინტერეს ჯგუფი დაიშალა. ბორჩამ. კი ბატონო. ხო. მოკლედ ამის შემდეგ როცა თქმა შეიძლება. ხო, ამის შემდეგ ჯერ საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ ანალიტიკოსებით დაკომპლექტდა. აუცილებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 9-კაციანი ჯგუფი ანალიტიკური ჯგუფია რა. ერთი მიმართულება მედიცინა, არა მარტო ამერიკული, მსოფლიო, ერთი მიმართულება მედიცინა, ერთი მიმართულება ვაჭრობა, ერთი მიმართულება საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესენი მე ყველაფერს მატრიცასავით ერთმანეთს ადებენ. ხო და იმიტომა ძლიერი ქვეყანა რა. იმიტომა ძლიერი ქვეყანა და თუ იმეს გონია რომ ჰოროსკოპით ტყუპებია და გაურებულია ძალიან შემცდარა, ძალიან კარგად იცის რას აკეთებს. მისდევს მიზანს და მე ამ უშიშროების საბჭომ რა უნდა გააკეთოს რეგიონალური 2012 წელს ეთნო-რეგიონალური პოლიტიკის კონცეფცია დავდა, მოიპარეს. დაიკარგა და მე ვიღაცა დედაკაცი იყო ამ ციხელაშვილი. ის გამოვიდა ყრილობას და ერთ-ერთში წაიკითხა და მე მოვარდნე ჩემთან ჟურნალისტს პარლამენტში რო იყო თანხმობის თუ რაღაც კომიტეტის თავმჯდომარე კი მახსოვს გამოვიდა ავარია მოვიდა ზემოწმაში მახსოვს ჯერ გამეხარდა რომ გამოჩნდა და კიდევ ერთ მე მოვარდნე ჟურნალისტები და სამწუხაროდ ჟურნალისტებიც ახლა აღარ მეძახა. აი, განსაკუთრებულ ყურადღებას მუდაუთმოთ. რო ცოტა გვაქვს. მიერბის თქვენ საინტერესო თემებზე. ხო და ესე იგი, მე ამ ეს კონცეფცია უნდა დადოს. რა თქმა უნდა, მან მიიღებს მონაწილეობას ყველა. შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ინტერესია. რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს რა თქმა უნდა ზეპარტიული ინტერესია. რა თქმა უნდა და ყურბახიძეს ამას ვერ გააკეთებენ. თვითონ ეცდებიან რომ ამ პროცესებს ხელი შეუწყო. ბატონო ზარა ახლა უკაცრავად ჩავერთობი, ახლა ვერ გავიგე ის ანგეზურის კორიდორი და გავალ მილიარდიანი ესენი რო იქნა გამოყოფილი და ახლა გასაგებია თურქეთი და აზერბაიჯანი ერთი სტრატეგიული სარმა. ეს პირდაპირ ნატოზე ორიენტირებულია, ევროკავშირზე და ანუ ესენიც კი შეარიგა როგორცაც დასად. ახლა ვერ წარმომიდგენია, მე კი არა საერთოდ. ესე იგი იმათ ერთი კონსტრუქციული ესეთი პლატფორმა ექნებათ კავკასიაში და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვიქნებით და ჩვენ მაგათ გავახსოვებთ ხო ნუ ახლა მაგაზი სასაცილო რაღაცა სტამბოლის სამიტის შემდეგ თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დასალაგებლად. ეს იმას ნიშნავს რომ სანამ შენ ბატონო დონალდ და სანამ შენ ირანის პრობლემა გაქვს და სანამ უკრაინას და რუს პრობლემა მე მივხედავ კავკასიას. ანუ გასაღები მე ჩამაბარე როგორც ყარაბაღში და ცოტა მე შეგეთქვი და ბოსფორის სრუტე მაგათ ხელში არ არის. ჩვენ არანაირი კავშირები არ გვაქვს იმასთან კონსტანტასთან ჩვენ და იმასთან ბურგასთან. კი გვაქვს კავშირები, მაგრამ ევროკავშირის
როცა უნდა მაშინ ჩაკეტავს. ფოთს ვერ გაცდები და შენს ასო ესა რა ქვია აკვატორიას შენი საზღვაო აკვატორიას. თან უჩამჯერებს რაც ხდება. ის მოგებით კი არ ვლაპარაკო. ლაპარაკო გულის ტკივილით. მე ესენი მე ამბები ჩამიტარეს 2016 წლის მერე ხებს რას უზავდნენ. გასაგებია. ბნელი ძალებმა ხელთ იგდეს ასე თქვა მართლის პულტი. რაცებიდან გადმოსულება რა აკეთეს, რაც მინდა ეხება. სახელები და გვარები ვიცი, იმალებია რაც. რა პრობლემაა? ბატონო ახლა რა მინდოდა კიდე მაგისტრის დამემატება, იცი რომ პროცესები ჩქარდება. ესე იგი ყველა ნორმალური ადამიანისათვის ცხადი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება ირანთან კატათალბის თამას დაემართოს და ამას ქვია ომის ენა. იძულებით დაყოლება უნდა რაღაცა. იძულებით შვიდობა ქონდა. არ დაეყოლება დაბომბავს, არ დაეყოლება დაბომბავს. ეს პროლუსები რომ გახარებულები არიან ამერიკის ბაზებიო დაიბომბო. ჯერ ერთი ის არ დაიბომბა. რაც ძალიან სტრატეგიულია და მნიშვნელოვანია. მეორეც იცი რა მინდა ვიკითხო კაცო. ეხლა ამერიკელი სტრატეგოსები გეგმავდნენ ირანთან ომზე. იმათე არ გაითვალისწინეს რომ არის ამას იზამდა. როგორ არის ეგ ამბავი, აი გამაგებინეთ რა. ყირიმი თურქეთის გააქტიურება კავკასიაში ყირიმს მოუღებს ბოლოს რუსების საწინააღმდეგოდ. და მე ჩვენი ჯერი ამას ვამბობ რომ მაინდა-მაინც შედეგებზე რო გვაქვს რეაქცია და ისტერიკას რო ვიმართებდა და ესახებს რომ წინასწარ გათვალე რა ვადროლებდე ბიჭებს წინასწარ რაღაცები დავთვალოთ რა წინასწარ რაღაცები დავთვალოთ რა ბატონო ძალიან ირონი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში შორი მანძილიდან მიწვევ ტრებს. კი ბატონო. ახლა თქვენ დაიწყეთ ეს თემა. მე ახლა საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო თქვენს იხილეთს უზენაე საბჭოს წევრებმა, ასე ვთქვათ, აქტიურად არ მოგვიკლია აქტიურობა, განსაკუთრებით ეს მიწის პრობლემათა არაბიზაციასთან და ანტიკონსტიტუციური ქმედებების კასკადები რაც ჩატარდა, დაჩქარებულია თან ეს პროცესები ძალიან მავნებლურად. ყოველგვარი ეროვნული, სტრატეგიული, დემოგრაფიული, რაღაც ყველანაირი ადგილობრივი რეგიონის და ყველანაირ საფრთხეს რო უხმის, ასე ვთქვათ, ქვეყანას რა. და რაც ყველაზე ისეთი თავარი არის, ზეგმატო ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ზუგდიდში სხვათა შორის მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველა ეს სტრატეგიული სავაჭრო ისინი, რაც კი ექვემდებარება ანტიკონსტიტუციური არასრული ისტორიული მის მონაპოვრის ასე ვთქვათ იგნორირებას, კლიბრა გაყიდვას, როგორც ასეთი ანულირებულია და შეჩერებული უნდა იქნას და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. შემდგომ უკვე ამის გათვალისწინებითაც და დამოუკიდებლებადაც კი საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ძირითადად უზენაე საბჭოს წევრებისგან შედგებოდა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიწაწყლის უსასრულო განკარგვა და 5% და იმის ზევით და ასე შემდეგ, ხო? ამის ენაგა ჩვენ სასამართლოში ვიჩივლეთ და მოვიგეთ ეს პროცესი, თელი რიგი უსერიოზო მეცნიერები გვიჭერდნენ, ასე ვთქვათ, ხარს და ამით შეიზღუდა. თუმცა ეს რაღაც ლუფტი დარჩა, რაღაც პატარა და რომლის თანახმადაც განსაკუთრებული შემთხვევების გამონაკლისი, ეს განსაკუთრებული გაფართოვდა ეს და ეს დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც განსაკუთრებული შემთხვევას გასაჯობია. ნებისმიერ ინტერპრეტაციას რომ მისცემ, ნებისმიერ მოვლენას შესასარგებლოდ აი ამას მი. ეს არის დანაშაული, როგორც საშენდო აკეთებს. რა თქმა უნდა. დიახ, ნაბიჯით ის არის მეც კი არ გეტყვი, მაგას მოკლედ გაგცემ. მოკლედ და ერთი დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს არა ვერავინ ვერ გამოსაკვეთია. ვერავინ გაბედავს მე ანუ ხელისუფლება თავს ინახავს ამას მოსახლეობის წინაშე, რომ ეს ინვესტიციაა და არა მიწის გაყიდვა. იმიტომ რომ იცის, რომ მიწის გაყიდვა ანტიკონსტიტუციური ინვესტიცია თუ შემოდის
და ამდენი ძალიან კარგი საქმე თუ ხდება 370 ლარს როგორ ვერ ავწდით პენსიაში და 2200 ლარი პენსია შეიძლება მომუშავე ჯერ ერთი უმუშევრობა მომუშავეების 1-2% ქონდა საერთოდ ზოგადად ხო 1000-1500 ლარია 800-დან 1500 ლარი მაქსიმუმი აი განზრუნებულ სიტუაციაში ანუ ეს ბლეფია ყველაფერი და ჩვენ ამის საფუძველი ბლეფი კი არ არის რეალობაა და ამას ვკითხულობ ბატონებიძინა იცი ეს რო ესია ఇది კონსტიტუცია ხო უნდა იყოს სარკეებს გაჩვენებენ აქეთ-იქით სარკეებს და სარაკია კარგ ადამიანებს ძირავენ და დევნიან რომლებსაც კომპრომატები არ აქვს და რომლებიც ვერ გაკეთეს და ხონდათ რომ გააგდო. კი ბატონო. და ეს რომ გამოვაგზავნოთ ეს საზოგადოებამ კიდევ იცოდეს ჩვენ ერთი კვირის წინ ამაზე ჩავატარეთ ბრიფინგი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ქონდა ეს გამოსვლა იყვნენ თვალსაჩინოს და ავტოიმნაძე პოლიტპატიმარი მერაბ კოსტავასთან ამყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები უზენაეს საბჭოს აფხაზის წარმომადგენლები და მრავალი ესეთი ადამიანი აი ეს კიდევ ერთხელ პროტესტს და კიდევ ერთხელ განგაშეს არის შემოუყარეთ თვალსაჩინო ეს არის ანტიკონსტიტუციური არასამართლობი გადაწყვეტილება და ეს ექვემდებარება გადახედვას როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და თვითონ ინვესტორებს და რომლებიც შეიხები თუ არაბული მათ შორის ძალიან საეჭვო რეპუტაციის რომლებიც სერბეთიდან და პეკინიდან და ჩინიდან გააძევეს კონკრეტულად ეს კომპანია მუჰამედ საადი თუ ეს გვარი რო არის ანუ რომელიც ასევე ღიად ლაპარაკობს იმას რომ აი ეს წარმონაქმნი პოლისები რო შეიქმნება ძირითადად არაბული მოსახლეობის არახარ პოლიტიკოსი ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავი ეს ახარ რა ქვია ქართველი მე თუ ინვესტორი ვარ შენ ქვეყანაში სოფელს რატო ვაშენ რა ინტერესი მაქვს სოფელს რატო და რატო უნდა შემოვღობო ეს სოფელი ჩემთვის ხო აი რატო რა ინტერესი მაქვს პირიქით ხო სოფელი მინდა და ინვესტიციას უნდა დაპარაკო და რაღაცა ეს უნდა გავაკეთო წვენების გამოსაწვევი სამქრო და ამისთვის უნდა გავაშენო 300 კომლიანი სოფელი ბადა ბატონოზა ახლა კიდე თავარ დანაშაულო იმას ამ კაცს ახლა განათლებასთან პრობლემები აქვს თქვენს კარგად იცით რო აქვს კაცო ყველაფერს არ ვილაპარაკებ არ მინდა ახლა ვიღაცა დავამცირო და ასე ეს არ არის ჩემი სტილი თუმცა ვის რა განათლება აქვს და რა მასშტაბი ძალიან კარგად ვიცი აი ეს ყველაფერი რო აგურდება მე დაკანონდება და შემდგომ უკვე ბინადრობის უფლებით რო ისარგებლეს და ეს ბინადრობის უფლებით ამხელა იმას შემოიმტკიცეს მიწაწმაკს ხო უძრავ ხო ამის შემდეგ რა მოხდება იგივე ევროკავშირის და იმ კონვენციებს რომელსაც ჩვენ შეერთებული ვართ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები შემდგომ ავტომატურად ხდებიან ფლობელები როგორც ასეთი და ისარგებლებენ იმ უფლებით რაც მე და თქვენ ვსარგებლობთ თანუა განათლებას მიიღეთ დიახ ბავშვები და სოფლებში მეჩეთებს ახლა ეს ხო და ამაზე თუ არ ფიქრობ და ვიღაც უკაცრავად ცხვირ მოუხოცავ ბავშვებს ამბობთ ამას თქვენი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა გარდა ამისა თავარს გეტყვი ჩინეთმა 59 წლით აიღო ციმბირში მიწე ტყე ესენი და დღეს ადრე მიწურებში ცხოვრობდნენ მუშები რომლებიც ხე-ტყეს აწარმოებდნენ და ყიდიდნენ და დღეს რამდენიმე პროფესია ინფრასტრუქტურა სკოლები მარკეტები და გამასამზადებელი ერთი კორპუსი აქ უარესი მოხდება და გარდა ამის თქვენთვის ძალიან ესეთი ნაცნობი თემა არის და კიდე ამ გაუნათლებლების გასაგებად ვთქვა როდესაც იგლი ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ის რო შევიდა რო იბრძოდნენ ბაღდადი რო აიღეს სირიაში მთელი რეგიონ დროებით ხო გახსოვთ იმათმა პირველი რა გამოაცხადეს ისლამური ხალიფატის აღდგენის ასლობად აქტი რომელიც ეხმებოდა რას მათ შორის დავით აღმაშენებელმა რო გააძევა აქედან თბილისის ამირა რო იყო ის ტერიტორია და არა მარტო ის მოიაზრება იმ არეაში რომელიც დროებით ჰქონდათ მათ ოკუპირებული ახლა ვერ გავიგე ახლა ამის გაცნობიერება თუ არა გაქვს ელემენტი შენზე ბეცი და გაუნათლებელი და ხეპრე და მოღალატე ვინ შეიძლება მე მithumetet თქვენ კარგად იცით მე თქვენთან ჩემთან ერთად ნალაპად თქვენ თქვით კიდევაც ერთხელ ცოტა ოღონდ ესეთნაირად მინდა შევეხო ის ზოგიერთი მან პანკში ებრძოლებიც იყვნენ იმათ რიგებში
თქვენ დაახლოებით მეტნაკლებად არაფერი ვიცი ძალიან კარგად და ესენი ჩვენთან მიმარში კონსტრუქ მაგრამ ეს არაფეთქება დროებითია როგორც ასეთი მე გითხრი მე იცი რა ქნეს ჩემი დამსახურება რო დაეკნინებიდან და გადაეფარად თვითონ შექმნეს რაღაც ხელოვნური წარმონაქმნები ვითომ ალტერნატივა ჩემი და ჩემი ორგანიზაციის და იმის სახელით მოქმედება დაფინანსეს გადაყვნენ თან და ბოლოს გაიყო რომ ისინი აფერისტები არიან ანუ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება ამ ბედულათების და ამ გონება შეზღუდული ადამიანები ეს სხვა სიტყვას ამას არ უდნიდა თავი შევიკავო კიდე რაღაც კვეთრე გამონათქვამებისგან ძალიან გული წყდება რა ეხლა უნდა დავხურდამდე რა კიდევ არ ვიცოდი კაცო წლების მანძილზე ვკითხულობ სად არის ჩემი დიდი პროექტი კავკასიური დუტი ფრიების პროექტი აფხაზებთან შეთანხმებული იყო და ოსებთან შეთანხმებული ლეკებთან შეთანხმებული იყო ვისთანაც საზღვარი რა მოკლედ ხო ეს ეკონომიური რეგიონი კავკასიური დუტი ფრიები აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის საზღვარზე თურქეთის საზღვარზე ყველგან სადაც საზღვარი გვაქვს ხო დაიგარგა ეს პროექტიც კაცო მომპარავებიც ვიცი ვინ არიან მაგრამ დღემდე ვერ მეაკონიათ მიაკონია შეუთხევით კაცო თურმე ვიღაცა ზარქუას დაუწყია ყარბეგში კეთება ანა იმ დონეზე და იმ მასშტაბში ზარქუას ვარშქავრო პარლამენტში ხო სამეგრელოს ვარშქავრო ისა სანამ მაგ კონდიციამდე მივიყვანდით მაგ თემას ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ფიზიკურად განადგურდა რომ ეს შეგვენარჩუნებინა ეს ბობა მეგობრობა ერთობა და კონფლიქტი ელო დაალე ხელი ვიღაცა რომ მოგცა და გაგეკეთება შენ უკაროდ გადა იმათ რომ კარგი დღე არ ელოდებათ ნორმალური ის პირობებში სამართლის პირობებში იცოდე ეგ შენ ამიტომ ჩვენი პროექტია ეგ რასაც შენ აკეთებ ეგ შენი პროექტია რაღაც კარბეგის ტერიტორიაზე ბევრი მანქანები შეიყვანო ფული იშო ჩვენი სხვა მასშტაბით ანუ ეს აქტი რომელიც გითხარით მე თქვენ ეს გრძელდება ხელმოწერა უზენაესად ეს ერგერადი აქტი არ იქნება ამის იმედი არ გიქნა ბოლომდე ჩამოყვებით ვინც ახართ საერთოდ მაგ იმაში და არა მარტო ჩვენ ეს გრძელდება ხელმოწერა ამას სხვები შემოვერთები და ამ კიდე ბედოულად ოპოზიციას კიდე ვეუბნები არა ვისაც ეხე შეიძლება ორი კაცია დარჩენილი კაცო ორი კაცი ხო არის 5 თუ 10 სამი კაცი თუ იქნა იმ ქალაქს არ გავწერაო მარტივი ამოც მაგ მდგომარეობაში ვარ და ხო არა ვარ შეიძლება უარეშიც არ ვიცი ახლა მაგის დათვლა ცოტა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გაერთიანებაზე თუ სტრატეგია თუ ახალ სიტყვაზე არის რა თუ ფუნდამენტალური რაღაცაზე ამაზე ფუნდამენტალური არ არსებობს ელემენტარულად ეს სტუდია ესეა ყველასთვის ღიარი აბსოლუტურად ვინც რა ვინ რა პოზიცია რა წარსული არ მაინტერესებს ვარ დებატებში დამიჯინ არ მოდიან დებატებში რა გინდა იმედზე გინდა რუსთავი აი აქ ღიარი რას ვამბობ გადაწყვეტილების მიღებები მოვიდნენ და უფრო მეტი სათქმელი მაქვს უფრო მეტი კონკრეტიკა შეუძლია საუბარში და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საზოგადოებაში მუსილებს აზრი რომ აი ესე იგი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვლება მოსკოვში და ახლები რომ რას იზამენ გადაგკოცნიან და შუბლზე გვაკოცებენ ეს ხელმძღვანელობა მოიყვანა სისტემა და იგივეს მოიყვანა ამას გაუშვებს სისტემა შეიძლება უარესი აუცილებლად ამიტომ მოგეძებდეთ არ ელაპარაკოთ ერთმანეთს შევთანხმდეთ აუცილებელი არის ბობადა მეგობრობა არ ეთქოთ თქვენგან არა მე ვამბობ რას იდეოლოგიური თანხმედაც არ არის არანაირ კონკრეტული საკითხებზე შეფა და ვინც ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს ის იქნება არაკაც ნამდვილ და ის კიდევ ეს გრძელდება ეს ხელმოწერები როგორც ასეთი და სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ეკისრებათ ამ ადამიანებს მათ შორის ეჩვენება და გარდა ამისა ბატონო ზაალ იმისკენ მივდივარ დასასრულს და მინდა ასევე მიმართო რა მაგ ბატო თქვენ ახსენეთ თორემ ეს არ მიდოდა არა მე ვიცი რომ ამ კაც ბევრი კარგი აკეთებს კი ბატონო მაგრამ მე ვიცი რომ მაგარი აი ისეთ რთულ ვითარებებშია გამოვა კი ბატონო მარტო კაცმა გაიტანა თავი და იმიტომ რომ შენ ყველაზე კარგად იცი შენ გაჭირვება გამოვლილი კაცი ხარ და იმიტომ გელაპარაკები თორე ამა რაღაცას ვეტყვი ბატონო ზაალ მაცალეთ ახლა თავა რაღაცას ამ შემთხვევაში
აქ ყველაფერი დიალოგის და ჰაერში არ არის, აბსტრაქცია არ არის. აქ კონკრეტულად როგორც თქვით, ეს 5 ინსტიტუტი როგორ პირისპირდება უბზე ჰააგის ტრიბუნალს, ამიტომ რასმე გიჭერენ და გიჭერენ. ანუ რა უნდათ მაგათ პირდაპირ გეუბნებიან, რომ არალეგიტიმურები ხართ, პირდაპირ არა მარტო ამას გეუბნებიან, ამ სისტემით, ამ დამოკიდებული რო ჩაატარებ 2 წლის შემდეგ შენს მიერ თარიღი 28 წელს ასე თქვა. ეს არჩევნებიც ასევე გარანტირებულად არ არის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ქვეყნისთვის აბსოლუტურ კოლაპსს და თქვენთვის ნიშნავს ჰააგის სასამართლოში წარდგენა. ამის რა ქვია მილოშევიჩის, რატკო მლადიჩის და კარაჯიჩის ბედ იღბალის აბსოლუტურ გაზიარებას. ის მოგენატრებად აი ესეთ მიკროფონს. მანამდე როგორც ვიცი ესეთი გეგმაა, რომ შავი ზღვის აუზში შეექმნას პრობლემები ქვეყანას მის პირთებს და მის შემოსავლებს, რომ აქ ცხოვრება დამძიმდა. და ბოლოს რა მინდა თქვა. კიდევ უფრო კონკრეტულად თქვენი დასტურიც მინდა ამ შემთხვევაში და დამოკიდებულება. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ვინმეორებ ერთადერთი არის უზენაესი საბჭო. სხვა დანარჩენი გამქრალია. ხო ფაქტ დე ფაქტოს ლაპარაკობ და იურიდიულად. ხო, მაგრამ თქვენ ხო რაღაცა განსაკუთრებულს არის. არ ვთქო, ჩვენ რას ვთქოთ ელემენტარულად, რაც გიი გუმბარეძემ კიდევ ერთხელ გიხსნით ამას. კაკებეს გენერალმა, რომელიც შევარნაძემ როდესაც გადადგა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც დახოცეს საკუთარი მოსახლეობა და პატიაშვილი გადადგა თავისი ნებით, ერთადერთი შემთხვევა იყო, ხო? ჩამოვიდა შევარდაძე, ჩვენ შეხვედრებიც ჰქონდა ეროვნულ წრეებთან მაგის და შემდგომ მოიყვანა გივი გუმბარაძე ჩასვათ ცენტრალურ კომიტეტის პირველ მდივნად, ხაზეინად, როგორც ასეთი და მაგას ჰქონდა ჩაბარებული შემდგომ არჩევნების ჩატარებას და ასე. უნდა ითქვას, რომ ამ კაცმა და იმ გუნდმა, რომელსაც ეგ ხელმძღვანელობდა, არჩევნების ჩატარების პროცედურას პოლიტიკურად, სამართლე მორალურად შესანიშნავად გაართვა თავი. დე ფაქტოა, მოხდა არჩევნები, სადაც გაიმარჯვა ზვიად განსახურდიას და არა მარტო ზვიად განსახურდიას, საერთოდ ეროვნულმა ძალებმა მოხდა შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა, როგორც ასეთი და არჩევნების ლეგიტიმაცია. ისე რომ თვითონ კომპარტიამაც კი აღიარა. აი ერთადერთი ბიზენა ივანიშვილს მივმართავ. ერთადერთი ეგზა დაგჭა შენ, ერთადერთი და ამ შემთხვევაში ჩვენ უზენაესი საბჭო ვიქნებით ის რგოლი, რომელიც ოღონდ თანასწორუფლებიან პირობებში, როგორც მაშინ შეიქმნა რა, 2 წარმომადგენელი ხო გახსოვთ, მაგათ ყავდა ჯორდანი აკადემიკოსი და აქედან სიგუა იყო, აქედან და თანასწორუფლებიან საფუძველზე ყოველგვარი პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების და 5% გადალახული. დიახ, იყვნენ რა თქმა უნდა და ამიტომ ეს ახლა ქვეყანაში სიმშვიდე როა, სიმშვიდე როა. მოსახლეობა რო 7 არის და წყნარად არის. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ არავის არაფერი არ არის. იქიდან არ არის ჯერ საჭიროება იმისა, რომ აფეთქდეს აქ სიტუაცია. თორე აფეთქდება ნამდვილად და ამიტომ ერთადერთი თქვენი გადარჩენა ამ ყოველფერს მოხსნის, ასე თქვა, ყველაზე უებარე რეცეპტი, ყოველგვარი ნიშნის მოგების და იმის გარეშე გელაპარაკებით, ამაზე ეს ჯგუფიც მე რასაც ლაპარაკობ, ამ ჯგუფის დასტურით ლაპარაკობ, ამ ყველაფერს, ჩემი თავი ლაპარაკობ, მე სტრატეგიულ თემებზე ჩემით არაფერს არ ვლაპარაკობ, გამორიცხულია, როგორც ეს არ არის ინდივიდუალური შემოქმედება და მე მხატვარი და მუსიკოსი არა ვარ, ეს თემები ვატრიალო ჩემი ფანტაზიები, ამიტომ ამისთვის ეს ხალხი მზად არის, შეიძლება ამ თემის მოგვა, შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციის თავიდან აცელა ისე რომ ერთმანეთს ღირსება არ დავამციროთ, არ შეურაცხოთ, ასე ვთქვათ, დამნაშავეები გავუყანოთ თამაშიდან, როგორც ასეთი. და ჩატარდეს და ისტორიაში შეხვდათ, თქვენ კიდე ძალიან პატარა შანსი გაქვთ გადარჩენის, თუმცა ძალიან პატარა არის ესა. დანარჩენი ახლა თქვენ მაგაც უკეთ იცნობთ და თქვენი აზრიც მაინტერესებს და რომ დასასრულისკენ ვიდიოთ. ამაზე ღიად გახსნილად და გამჭვირვალედ რა ვილაპარაკო. თქვათ ამას უკაცრავად რა.
სხვათა შორის ზურად გამსახურდია ერთ-ერთი აი ძალიან ესეთი სტრატეგიაში ეკაცე გენიოსი იყო რა ტაქტიკური თვალსაზრისით მთელი რიგი შესაძლებელი რა გარდუვალი იყო რას გათვალას რა თქმა უნდა და დღესაც მაგ სამართლებრივ სისტემას და მონოპოლს ეხმობი რა აბა სხვა არ გაეროთ ამასე შევიდა დიდი ასოებით მაგრამ ერთი რისი თქმაც მინდა რაც ვერ მოახერხა ამ კაცმა იმიტომ რომ გარკვეულწილად ძევალი აღმოჩნდა რაღაც ბნელი ძალების და ვერ მოახერხა ხელახალი ვადამდელი არჩევნების ასეთი ისე როგორც ბნელი ძალების ეგრო ოპოზიციამაც ჩაშალა მაშინდელი ბნელი ძალები იყვნენ ნიკითაც ბნელი ძალა ყველაფერი მაგრამ ოპოზიცია რაღაც ნაწილი იყო თორე ძირითად ნაწილს ეგუნდოდა და ჩვენ დაუდევით კიდევაც და გარანტი იყავი მეთქე შენ ჩაატარა მე შევიტანე ჩვენი კვანძე მალე გაიხსნება მართლაც კვანჭელები და ჩვენ ხო თანახმაი მაგიტი იყო მაგრამ ერთი დღის შემდეგ და ორი დღის შემდეგ ის შეხვდა რა შეხვდა როგორ შეხვდა რანაირად და თან ერთი კვირის შემდეგ ომი დაიწყო ეს რას დაემთხვა იცი იქ ალმატაში რო იყო ესენგეს და ეს გლობალური პროცესი იყო უნდათ გარე ძალები მოაწეს კიდევა თუმცა შანსები იყო რომ ეს ან გადაგვეგებებინა ან რაღაც პაუზა გაგოკეთებინა ყოველ შემთხვევაში ისეთი დამანგრეველებით არ შეუსულიყავით როგორც ხო ამიტომ მე მგონი ეს რო თავიდან ავიცილოთ ამიტომ ანალოგია არის ნებისმიერ შემთხვევაში დასაწყისი ხომ ხარს უჭერ თქვენ პირდაპირ ხარს უჭერ იმას რომ ყველასთან უწეღარ ვთქვი პოლიტპარტიების წარმომადგენლებთან ვინც ღირსია და ვინც ადამიანია ხო ეს გუშინ გამოჩეკილი რო დელაპარაკება და თავის პროფესიაში რო ავარგა ვიღაცაა და არც პოლიტიკა რო არ ესმის და მაგის გარდა თემატური ჯგუფები ბატონო საზოგადოებაში თემატური ჯგუფები მსახიობები ცალკე ექიმები ცალკე პედაგოგები ცალკე ოღონდ ეს პროცესი ბატონოსაა ახლა პოლიტპატიმნების და იმის გამოშვების შემდეგ თუ დაიწყება მანამდე არ ვიცი მე ვლაპარაკობ ეგ მაგათი გადასაწყობი ბატონო რა თქმა უნდა მაგათო აბა ესე გადასაწყობია კარგად გზანდებოდეთ